მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სანდრო კალმახელიძე და თქვენ უყურებთ სანდროს გარაჟს. მოკლედ ეხლა რაზე დაგიბრუნდით რა. ჩვენ არც ფოთში ვართ და არც დიდი ღომში ვართ, მანქანას იქ არ ველოდებით. მე და ქალბატონი ლიკა ვართ ბარსელონაში. აქედან მანქანა არ მიყვავს, უბრალოდ ჩამოვედით დასასვენებლად რა. მოგესალმებით ქალბატონი ლიკა, შეგვიფასებ რა ბარსელონა მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ? ბარსელონა კარგი იყო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. აი მე მაგალითად გეტყვით რა. ერთხელ ჩამოსასვლელად ღირს, გასაგიჟებელი არაფერი არის. გემრიალად რო გითხრათ ისეთი ვერაფერი ვჭამეთ რამე? სტეიკი გაიგო. სტეიკი გაიგო, მაგას ლიკას ვიდეოებში ნახავთ რა. დასანახით რა, ისეთი არაფერი რა. როგორც მოგენ მადრიდი უფრო ლამაზია. მადრიდი უფრო ლამაზია, ხო? მადრიდი რომელი ქალაქია ყველაზე ლამაზი? მადრიდი ჯობია თუ ბარსელონა რა. ეს მოგზაურობის ვლოგებიც ხო არ დაგვეწყო, ნახე რა გინდა, ჩვენერი წავალთ. დავიწეროს, დავიწყოთ თუ არა? ამ პარკებს თუ არ მათრევინებ ხოლმე შეიძლება დავიწყოთ. მაგის გარეშე არა. ხო და ეხლა ამ ვიდეოს დაწყება ზოგადად აქედან არც იყო იდეაში. უბრალოდ აქ ყოფნის დროს მომივიდა SMS-ი რომ გაიხსნა ჩემი მანქანა, ორი მანქანა, რომელიც ფოთშია და ლიკას კი ძალიან ეზარება წამოსვლა, რატო და გეზარება? როგორც ყოველთვის სანდრო იყენებს შემთხვევას რომ ფოთიდან მანქანა წამოიყვანო. სწორ ხმარი ისთვისა ვარ, მე უღლე. იცი რა არის? უღელში. ხო და აჰა მე უღლე. მე არ ვარ ტრევან, ეხლა არა მოხდი. რას? არ წიწუნები? არა, კაცო, უღელი ეგარი, აჰა, ხო ვატარი. ხო და ერთად უნდა ვათრიოთ ეს უღელი გენცონა. არა. დავაი. ხო და წავალთ ეხლა აქედან რო ჩავალთ ქუთაისში ვარ ჩასული, ჩემი მანქანით ტესლათი ვარ ჩასული და ეს გამართვეს წამი. ტესლათი ვარ ჩასული ქუთაისში და იქ ყავს დატოვებული რა. იმასაც განახებთ ქალაქგარეთ როგორია ელექტრო ქუთაისში ჯერ დასატენი მაქვს, სად უნდა დავტენო აზზე არ ვარ. უნდა ჩავიდეთ ფოთში და იქ გამოვიყვანოთ უკვე მანქანა რა. რამდენიმე კაცს ჩავსავთ კიდე აქედან როგორ წამოვალთ ისა ესა თვითმფრინავი დაждომა ისა ესა და მე უკვე დაგიბრუნდებით ფოთიდან რა. აბა როგორ მოგეწონათ ბარსელონა დაგათვალიერებინეთ დამწერთ კომენტარებში. მოკლედ ყველაფერზე უცებ მოვყომარდით აეროპორტშიც მოვედი. აი წამოვიღე მარტო ნახევარი ჩემოდანი და ამ ჩანთაში თითქმის არაფერი არ მქონდა და ლიკას რაღაცები ვიდეოს ამ ჩემოდანშიც. აქაც და იმე ერთი სათვალე მქონდა ჩემი და გვერდიდან ჩავდე მაგის 5 სათვალე ამაში მიდევს იმიტომ რომ აღარ იყო ადგილი გატენილი გაძეძგილი. აბა ვის ცოლები იქცევიან კიდე ეგრე მეგობრებო დაწერეთ კომენტარებში. წამოეხა ჩანთები ჩავაბაროთ და გადავიდეთ duty free-ში. მოკლედ შემოვედით ჩავაბარეთ ჩანთები და ველოდებით ჩვენს თვითმფრინავს. რამდენი საათიანი ფრენა? 4 საათიანი ფრენა და ჩამოვდივართ ღამის პირველ საათზე მან თავს აეროპორტის პარკინგზე დატოვებული მანქანა რა და თან დამჯდარია ცოტა ეგ არის სადღაც 200 კილომეტრს მიწერს რა. ეხლა უნდა წავიდეთ მერე, სადმე დავტენო, სად დავტენო აზარ ვარ სამტრედიაში არის და იქაც არის რა ქვია ქუთაისშიც ალბათ ქუთაისში ჩავალ იქ დავრჩები და დავტენით მანქანას. აი ეგ არის ელექტროსი სადმე ვარ შეერთო. აბა ყოფილიყო ბენზინს ჩავასხავდი, ჩავიდოდი ეგრევე ფოთში. მე ტესლათი რო წამოვედი ქუთაისის აეროპორტში TikTok-ზე კი მიდევს, მაგრამ აქაც დავდებ მოკლედ რო დავტენე, დამჭირდა სადღაც 22 ლარის დენი ქუთაისში ჩამოსასვლელად რა. უკან ჩასასვლელადაც ეგრე დაჭირდება. ანუ სადღაც 40 ლარში ქუთაისში ჩამოდიხარ, ჩადიხარ. გაზზე ვისაც ყავთ მანქანები, ალბათ იგივე ეკონომიას აკეთებთ, ან ჰიბრიდი ვისაც ყავთ, ნუ თითქმის იგივე გამოდის რა, 5 ლიტრა Camry რა აკორდი რო ყავს, იგივეს გიწევს რა. ხო ხდები. ერთ საათში უკვე გამოვფრინდებით აქედან ჩამოვედით მეგობრებო, ჩამოვფრინდით მშვიდობით და აქაც მშვენიერი ამინდია. საქართველოს ჰაერს არაფერი ჯობია რა, აი რომ ჩაის მითქვა ეგრევე აი წარგლებში მიდის რა. ეხლა ჩვენ რაც უნდა ვქნათ, პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ რამესაც უნდა რო აქ დავჭეთ, ალბათ ქუთაისში ჩავალთ, მერე მანქანის დასატენი ადგილი უნდა ვიპოვოთ, სად დავტენი ამ მანქანას და შემდეგ უკვე ხვალ ჩვენი გეგმა არის ის, რომ წავიდეთ ფოთში და გამოვიყვანოთ ის მანქანა რა. მანქანის გამოყვანა იმიტომ დავგეგმეთ რეალურად, რომ აქვე ვიყავით აქედან რა უნდა საათნახევარს ჩავირბეთ და იქ ვიქნებით. ისე გადაწყვეტილი მქონდა რომ ევაკუატორს ჩავამეყვანა, მაგრამ ლიკას თხოვეთ, წამოყვა და ჩავალთ და წამოვიყვანთ რა. თავარი ახლა ვნახოთ აქვე სადმე, ნუ ალბათ ქუთაისში რა. აქვე არ არის ესეთი არაფერი სასტუმრო, ამიტომ ჩავიდგინოთ ქუთაისში ლიკა. ხო არა გიგა. წავედით. აი ახლა ჩვენი ტესლას ბატარეა არის 173 კილომეტრზე რა. რეალურად კი ჩამიყვანს ფოთშიც, მაგრამ იქ არ ვიცი სატანი სად არის. ქუთაისში კი ვიცი რო არის. მოვედით ქუთაისში და ავალთ უბრალოდ რომ დავიძინოთ და ხვალდილიდან ავდგებით
გავაგრძელებთ გზას ქოთში. აბა დილა მშვიდობის, ნახეთ რა მაგარია მინდია ქუთაისში შეხედეთ. კიდე ერთხელ ვიტყვი რა მიყვარს ქუთაისი, აბა ვინ ხართ ქუთაისლები, ვინ მიყურებთ დააპაუზეთ და ხედავთ, დაწერეთ კომენტარებში, ვინ ხართ ქუთაისიდან, ქალაქიდან, რომელიც მე ძალიან მაგრად მიყვარს. დღეს გვინდოდა დილით გაღვიძება, მედალი გავამოვდით, 7-ზე ავდგეთ და 8:30-ზე წავედით აქედან მანქანა დავტანოთ და ეხლა არის 10 საათი. გამოვიძინეთ რა, ეხლა გვშია სადმე გემრი ალბათ ვჭამოთ და მე გავუბეროთ ფოთში და მანქანა დავტანოთ კიდე რა. წავედით ეხლა და ნელა გავაკეთოთ ეგ ყველაფერი. ესეთი 80 კილოვატიანი სატენი ვიპოვეთ ქუთაისში, რომელიც დაახლოებით 1 საათში დაგვიტანის მანქანას 140 კილომეტრი მეწერა და უნდა ავიყვანოთ 450-ზე რა. აი ეს პროცესია ერთი თვინის ჭამანდა, ვისაც სახლში აქვს, გამართული აქვს, სახლში უხენია დამტენი და მივაკერძო სახლში და შეერთებს ასწორებს რა. აი ეს ეხლა რო უნდა გაჩერდე ელოდო მერე გააგზელო გზა, ცოტა მურტალე, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ქალაქის მანქანაა მაინც და ქალაქში მარტივია რა. გზაზე ტეხავს რო გაჩერებს, თორე ესე არ აუშვებს. აი ესე მიდის დატანის პროცესი 55 წუთია წერია 100%-ზე მაქვს დატანებული. ეხლა არის 40%-ზე რა. ისე ზოგადად 20-დან 80-მდე ვტენი ხოლმე, მაგრამ რადგან ეხლა ქალაქგარეთ გამოვედით, არ აუშვას. აქ მანამდე შეგიძლია ესე ჩაუჯდე, რაღაცა YouTube-ს უყურო, თუთენი და ესე მოიწყინე ხოლმე. ეს სანდროს გარას YouTube-ში ჩაძერ და უყურებ. კიდე რა შეგიძლია? შეგიძლია ითამაშო აი. მანქანები შეგიძლია ითამაშო, კარტი შეგიძლია ითამაშო, ნარდი შეგიძლია ითამაშო, 2048 შეგიძლია ითამაშო. მოკლედ არ მოიწყენ რა. ესეთ რაღაცეებში მაგარი პრაქტიკულია Tesla რა, იგინდათ სასიარულოდ მაგარი მარტივია და ჯექი უცებ გაზ დააჭერ წად. გაჩერდი გადადი, არ დაკოქვა უნდა, არაფერი არ უნდა. აი ესე უცებ სამოძრავად ადრე Prius-ი მყავდა 2017 წელს და აი ზუსტად ეგრე ვხმარობ რა, არც გენანება, ენად დარბი ხარ, აქ იგინ მიდიხარ, მოდიხარ. 10 წუთიც დარჩა და ეგ არის რა. 425 კილომეტრზე უკვე და 97%-ზე. всё გადატენილები ვართ რა. დატენილები ვართ ბოლომდე. წავედით ახლა ფოთში. ავგონებზე და გადასტრებაზე მაგრა ასწორებს Tesla რა, აი ეგრევე შეგრძნებას გაძლევს რა, გასვლა რო გინდა, აი დააჭერ თუ არა და ნახ შეხედავ. 50 ეგრევე, აი ეს ხომ მიდიხარ შენთვის, თქმა მიდიხარ, ხო, ჩააჭერ და წახვედი. ტერმინალზეც მოვედით, წამახა შევიდეთ, პირადობა არ უნდა დაგვრჩეს რა თქმა უნდა, შევედით და გამოვიყვანოთ ორივე მანქანა. ესეც ჩვენი რენეგეიდი. ყველა საბურავი დაფუშვი. კაი დაშლილია. მე მგონი ამასაც მოუწევს ევაკუატორზე აყარა ისე. დავბეროთ და შევხედოთ. მოდი ავაზეთი ვნახოთ პირველ რიგში. ეს ამის არა ეს ნო. ამას დასაჭერი არ უნდა ქონდეს არაფერს? ხო თავისით დაიგო. შავკეთო ხო ეს? ეს ნომრები რაზე გავაკეთებინო წინ, ნიკა? შეგენით არის ესეთი სიტუაცია. ძალიან ნაგავია. ლიკა მე მანქანაშიც ჩავამიყონებო. რა ვქნა ძმაო, იაფად ესეთი მანქანები იყიდება და რა გავაკეთოთ? მერბენია 125-ი. დანარჩენი გარეთ გავიყვანოთ და იქ დავათვალიეროთ რა. და მეორე მანქანა არის, ესეც ჯიპი, ოღონდ კომპასი. ვიზუალურად ძალიან კაია, თითქმის არაფერი არ აქვს, მე მგონი. აი ეს უწერია დაზიანება რა. აი დამწვარი და
შიგნით თუ არ აქვს პრაუტკა, მაგ ყველაფერს გავიგებთ. კარი არის უეჭველი კრილოს გამო გაფუჭებული ესე რომ გააღეს, გაფუჭეს. სალონი იასნა ჭუჭყიანი. Четыре სალონით არის, პანორამა ჭერით არის. ეს მანქანა თიაფად ყავს ნაყიდი. აბა დავადშევჩის. რამეს თუ იზოქს, ხება მარტო ფარს აქვს ცეცხლი გაჩენ. აი, გააჩერე. აი. მოდი. ასხა მოკლე აქვს ძალიან. ვერ შენ მაგების აზრზე ხარ? ნანადინა. ლიგა რაზეც ღიტიყურები ახლა მაგან. ხალხო რისთვის წამომიყვანა სანდრო ფოტოში გუში ჩავოდით ქუთაისში მაგარი დაღრილი ვიყავი სახლში მინდოდა საშილონო არა სანდრო კაიო ეხლა აქ დავრჩესო დავიცინოდო 2 საათში იქით ფოტიდან 4 საათი არც არაფერი კაცო ამ ფოლოგდარობის ვარე უცებ ჩავირბენთ ჩამოვირბენთო და ჯერ ხო თავი გამეყიდა ერთ მაგანას სესხლი წაეკიდა მეორე დანგრეულია რატო დანგრეული დადის ნაწილები აქ მოხსნილი უკან გავიგე რა ამანქანით ახლა ფოტიდან 4 საათიან გზაზე ხوار ჩავხოთ. აი, დავიდეთ ამასაც ევაკუატორს, დავიდეთ ერთ-ერთ გინდა. ოღონ გარეთ გავიდეთ და კარგად დავათვალიეროთ რა ჩამოყვა, რა არ ჩამოყვა. მე ფოტოში აღარ მოვდივარ არასდროს. აია. მე შეთან სულთავა როგორც აკარაცხარო. იცოდე. მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ. ახლა როგორი მოწესრიგებული კაცი იყო ბოლტები ყველაფრის ესე, ხუთში ჩაწყობილი ჩამოყვა. ორი ფარი ჩამოყვა უკანა, სარკე ჩამოყვა, პლასმასები და აბიუქები რა. ახლა დავუმაგრებ. შეიძლება კი წავიდეთ ამ. ვამპერი მე მგონი გაკეთდება. ამაზე დავამაგროთ თუ არ დავკარგოთ. აბა, კახეთი ოკეი. აი ამაში უნდა გამოვხდეს. ერთი აბიუკასაც მივიყენებ და ვსიო. ახლა დავაწყეთ. მოკლედ რენეგეიდიც გამოვიყვანეთ, სარკეც მიუმაგრე, უკანა ფარებიც მიუმაგრე და რავი მაინც ვაპირებ ამით წასვლას რა ლიკამ კი არ წამოხვიდეო, მაგრამ დავიძრები და ამ მანქანით წამოვალ რა უჭირსტადის ჩვეულებრივად რა. ეხლა მოგიყვეთ ამ მანქანაზე როგორ ვიყიდე და რამდენად ვიყიდე. ამ მანქანაში გადავიხადე ადგილზე ამერიკაში $800 რა და აქამდე ზის ეხლა როგორც არის ამ მდგომარეობაში სადღაც $2700. ფარები დევს მანქანაში ეს პლასმასებიც დევს. კარი არ ვიცი მე მგონი ცივად გასწორდება არაფერი ის არ აქვს რა. აი აქ პატარა ჩაღუნული. წინაკარს არაფერი არ აქვს. კრილო გვინდა ტაივანი, ფარი გვინდა მარცხენა და ბამპერი გვინდა ზბორში რა. დანარჩენი რავი ნაწილები ყველაფერი ზედა აქვს. ესენი არ ღირს სხვადასხვა ზიაფი ეს პლასმასები ცალი ღირს $150 თუ რაღაც რა. თავარია მანქანა დადის ნორმალურად, კოლოფი კაია, ძრავი კაია, გარბენი აქვს 120,000 და 2017 წლიანია რა. წავედით ეხა თბილისში, ლიკა დავბრძანდით თქვენს ტესლაში და მე წავალ ამ მანქანით რა. ის კომპასი დავტოვეთ ევაკუატორზე დავდეთ და ჩამოგვიყვანენ ხვალ. იმას დავადეთ თუ არა. კლემა ეგრევე ცეცხლი გაუჩნდა სადღაც ამოკლებს რა. ხო და მაგას მივიყვანთ ელექტრიკთან და გავიგებთ რა გარედან ცუდი არ ჩანდა და იმედია ძრავი და რაღაც ნორმალური აქვს რა. ეს მანქანა კიდე ნორმალურად მოდის ჩვეულებრივად მარტო ჩექსანთებს და არჩენი რა ვიცი დადის ჯერჯერობით ჩვეულებრივად რა. Какая осень в лагерях. მოკლედ ჩამოვედით. სხვადასხვა მანქანა მშვენი როდია რა. ლიკა დაღლილი ხარ? მე არც ისე რა. ნორმალურად. სიარულით მართლა ძალიან კარგად დადის. ხვალ უკვე ჩამოგვიყვანს იმ კომპასს და კომპასთან კიდე გაიხსნა ჩემი რამდენი მანქანა? 1 2 მანქანაა ჩემი რა. ანუ კომპასი ჩამოვა, ხვალ ფორესტერი ჩამოვა და ჯეტა. და სამივეს დაგათვალიერებინებთ. როდის უნდა მოვასწროს ყველაფერი არ ვიცი. მაგრამ რა ვქნა, ტრიგარი შრომა იხდება. დაგიბრუნდებით დილით. ოღონდ სანდრო მე აღარ. რა არა, ჩემი ოპერატორი. აი.
ევაკუატორი ჩამოვიდა, ახლა არის 8 საათი. ჩვენს ოპერატორს ძინავს, მარტო მივდივარ და აღარ შევაწუხე. გუშინ ისეთი პატივი მცა, მაგრამ იმ ხელგზაზე წამომუყვადა. ამ საქმეს მე მივხედავ ხა. ის ორი მანქანაც ჩამოიყვანა ზედმეტად რაც გუშინ გაიხსნა და ნახოთ რა, ცოტა რთული საქმე გველოდება დღეს სამი მანქანა აქეთ იქით დასარიგებელი. პლუს ამ ერთი მანქანით მე ვარ და რანაირად. სულ გუდვილთან ხვდებოდი ხოლმე და ეხლა ამერიკა აჯარიმებენო მანდო ეგრე ამბობენო 2000 ლარითო და თბილისის შემოსასვლელში ვდგავარ მარჯვენა მხარესო და ნახო ერთი სად არის. აუ სად გაუჩერებია ჩემ აქ რანაირად ჩამოვიყვანო მანქანა. აგერ არის ჩვენი ლამაზი კომპასი. ზედმეტად გამოიყურება ისე თავარია ეხლა დავქოქოთ და პრობლემა არ გქონდეს რა. თორე ჩემი ვიზუალურად მიეხედება ყველაფერს. და ლიმიტედია მშვენიერ დისკებზეა, შავი ჭერით არის. მე მგონი ნორმალური მანქანა უნდა იყოს საბოლოოდ. თავარია ეხა ეს თემა მოგვარდეს რა. არჩენს ეშველება ყველაფერს. მე მგონი აი ტუმანიკიდან წამოვიდა, ნახეთ, აი ქვევით ტუმანიკია მგონი დამწორი რა. და უეჭანო მაგ ტუმანიკიდან წაეკიდა ცეცხლი, მე ამოვიდა ზევით და მაგ დროს მიასხეს ძრავშიც პატარაზე რამეს თუ გაუჩნდა ცეცხლი რა. ეგეთი ამბავი იქნებოდა. წამოეხა ის ორი მანქანა განახოთ, რეები ჩამოვიდა. ამის ჩამოღებას ველოდებით ობობით. აი ეს არის Forester და ეს არის Jetta, რომელსაც უყენია ტაივანის კრილო. всё, კომპასი გადადებულია. ეხლა გამოვიყვანოთ Jetta და Forester-იც. ეს მანქანა ვიყიდე $525. აბა ვნახოთ ეს Volkswagen თუ დაიქოქება. აბა, მონიტორი რამე, უკანა ხედვის კამერა. ეს არის 2014-იანი Forester-ი და ესეც ძალიან ძვირად მაქვს ნაყიდი $500. ვა, რა კაი ხედია თო. გადამოვედინა. მოკლედ ამ Subaru-ს თემა დიდი იმედი მაქვს ის არის რომ კაპოტია გაჭედილი რა, არიღება და აუქციონზეც შეუმოწმებელი იყო. რა თქმა უნდა მზად ვარ იმისთვისაც რომ შეიძლება სტუკი კონდეს, მაგრამ აი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა ვარიანტში მგონია რომ რადგან კაპოტი ჩაიკეტა, ვერც გააღეს აუქციონზე, ვერც პერემიჩკა დაადეს, ფაქტურად ვერც დაკოქეს და მე მგონი მარტივად უნდა გამოუძვრეთ რა, ვნახოთ. აჰა, ტრასაც გამზადებულია, წავიდა Forester-ის ჩამოყვანა. კაპოტი გაიღო, გაჭედილი იყო ზამოკი, ეს ფარია გატეხილი და ესეთი აკისრენია აქ, აი. ამის გამო შეიძლება არც დაიქოქოს ეს. ნახოთ, აბა მოვაშორებთ. ეს გამომძვრალი იყო და არ დაიქოქებოდა. აბა ეხლა ვნახო. აჰა, დაიქოგა $500-იანი Forester-ი ძმო. всё, მოკლედ დავხვდით სამივე მანქანას. Volkswagen-ი დავდე ევაკუატორზე მე და გაუში. სავალ ნაწილზე რომ უკანა საბურავი გაასწორონ, Forester-ი მომყავს ჩემ უკან არის, ყობა დამეხმარა და წამამაყვანებს და ის კომპასი უნდა მივიყვანოთ 1 საათში ხელოსნოს. სახელოსნოშიც მოვიყვანეთ, ჩამოვსვით. ეხლა უნდა გავუყვეთ რა აქვს დაზიანება. მოკლედ დაიშალა აქ ცხვირი, აი ტუმანიკიდან წავიდა ცეცხლი. და აქ მე უბრალოდ მიასხეს რა. აი ეს კაბელი იყო მაგის დამწვარი. გადავრჩით რა. ესეც ჩვენი ბამპერი და აი რას გაუჩნდა ცეცხლი. ეს ფარი ხო არის? აი ტუმანიკი. უეჭველი რაღაცა ან ბენზინატურა ეყენა, ან რამე დაამოკლა, უფრო მეტად ბენზინატურა ეყენა რა. აი ამ ფარზე ამოიტანა მე რა ცეცხლი და აი ესეც Jetta გაშლილი. მოკლედ ქაღუნულია ტრავერსი უკანა, კალოტკები არა აქვს საერთოდ და ბუმერანგია კიდე ქაღუნული და აგერ მოვედი ნაწილებზე. აქ ავიღებ ძალიან ძვირია ნაწილები, Jetta-ს ტრავერსი ღირს 100 ლარი. Tesla-ს ტრავერსი ღირს რო შევადავართ $400. 100 ლარი ღირს ტრავერსი, 30 ლარი ღირს ბუმერანგი და რა კალოტკები არ ვიცი. რაღაცა ეგრე რა. მე მგონი მარტივად გამოვძერთ. ესეც ჩვენი ტრავერსი. Tesla-ს ვერ ვიყენებ, აქეთ იქით დავრბივარ Prius-ით. ეხლა მე რომ Mercedes-ი მყოლოდა,
ხოდამენან და ესეთი რაღაცების გაკეთებ. ერთხელ გადავიტანე მარტო ყოლოფი ელანტრაშის პირველ ვიდეოში რასაც ვიძახდი რა. ყოლოფი მოხსენი და მიმქონდა სხვა მანქანა არ მყავდა. მაშინ და უნდა წამეღო თან ზეთი გამოშვებულია სუო და რომ მოუხვიე გადაყირავდა ეგრევე. იმის მერე დაშილებში აღარ დავდიოდი მაგ მანქანით და კი გავყიდე ბოლოს. ეს არბენად ეს მანქანები არის. მანქანა როცა მომენატრევა და მანქანის ხიბლი და მოვაჯდები ძველ Mercedes გიჟივი თუ არა ხა საით წავიდე არ ვიცი. ეს ტრავერსი იმ ხელოსანს უნდა მივიყვანო. მერე კომპასზე უნდა შევიარო და რა ხდება გავიგო. მერე ფორესტერი წაუყვანო, ხელოსანს და ნაწილები ვიშოვო და რენეგეიდი წაუყვანო, ხელოსანს და ნაწილები ვიშოვო. დორ სამი რამე მოვასწრო, დუბაი ვნახო, შემდეგ სოფლო შემოვიარო, აფრიკა დავათვალიერო. რამდენად გავიხი. საბოლოო ჯამში ჩემი გეგმები ასე განვითარდა. მიუტანე, ნაწილები ხელოსანს დავუტოვე. მერე მოვედი, მანქანა დავუტოვე როგორც ხედავთ და ეხლა მივიდივარ ტაქსით. დამთავრებული იქნება წესით და უნდა წამოვიყვანო. ეს ჩემი ჯიგრები, ეს Audi, ეს Q5 და BMW X1, რომელიც გამზადებულია ორივე. შვენიერი მანქანებია. ესე მიწევს რა, დავდივარ სუაკეთიკით. ეს ჩემი არ არის მეგობრებო. ესე მიწევს მანქანას დატოვებ, მერე წახვალ ტაქსით, მერე იმას წამოვიყვან დატოვებ, მერე წახვალ ტაქსით, ტაქსი მანქანა. კიდე კაი ამინდი მაინც არის. საბოლოო ჯამში ესეთ მდგომარეობაშია ჩვენი ჯეტა გაკეთებამდე რა. ოპა, ნადირი ძმაო, შავი შავში, შავი დისკებით, ჩაბურული შუშებით, დაჟე მატოვი კრილოები აქვს. უკენან ესე გამოიყურება, ეს ესეთი ნავაროტკაა ძმაო. ეგეთია, თუ გინდა დაშლით, თუ გინდა აწყობთ რა. ეგეთი არის ზოგადად. აქედან ეს საბურავი გასწორდა, რაზვალი დარჩა, ეს კრილო იქნება გასასწორებელი და აქედა გვერდიდან ესეთი ნადირია ჩვენი მანქანა. ესე სხვადასხვა შემიძლია ესეთი ლამაზი კალპაკები მივაყენო. აურა ჩაბურულია ამ პოლიცია იმედი არ გამაჩერებს. ოპა, ახე ვის უმალავდით ამ კალპაკებს? აბა, exhibit, pimp my ride. რაგინ? ვა. One eternity later. მაინცაცდა. ოპა. იმენა. როგორია მეგობრებო? მოიცა. ეხა მეორეც მივაყენო. ჯერ სათხართ. ოპა. ეხა შეხედეთ უბრალოდ რა ვიდზე იყოს მანქანა. ვერ იცნობთ. აუ, всё, აღარ იყიდება 5000 მეგობრებო. 7.5 იქნება ფასი. ან 5-ში ამეების გარეშე. ამ ნაბუქსავებს ხო ხედავთ აქ. ეს ყველაფერი ამან გააკეთა იმენა. ესე შემოვედი რა. დომინოს პარკინგზე. იგივე გავახსნევიდი. შუნა ადგილიდან აკატრია. აუ, სრული სიგიჟე რა. თან გარეცხილიც არაა და უყურეთ რა ვიძია. ეს რო გაირეცხება, მე ხო წარმოგიდგენიათ. კაი, მართლა ხუმრობის გარეშე მე მგონი რა ფასიც გადავიხადე იმ ფასში. იმედამ შვენიერი მანქანაა რა. აი ხა სარბენად ვისაც ჭირდება ქალაქში გადასაადგილებოდ, რა მეტი რა გინდა გამძლე მანქანაა, არაფერი ისეთი არ გაუფუჭდება, ნაწილები უიაფესია ყველაფერი და რა ვიყიდე ესენი შეუღებე და ირბინე რა. დაწერთ აბა კომენტარებში იყიდით თუ არა ამ მანქანას იმ ფასში, რა ფასიც მე გადავიხადე. წავედით ახლა სიმართლე რო გითხრათ დღეს მაგრა დავიღალე რა. რამდენი რაღაც გავაკეთე, დილით მანქანებს დავხვდი. ერთი მანქანა იქ დავტოვე, მეორე მანქანა იქ მივიყვანე, მესამე მანქანა ხელოსანთან მივიყვანე, მერე იმას ნაწილები მივუტადე, მერე იმას დავხედე, მერე სახლში მივედი, მერე ამაზე გავედი და გავიდა მთელი დღე ამ საცობებში რა. ამ ჩებჭყარას. თოშებნე. ესე არის ეს საქმე. წავედით ახლა და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. Let's go. ჯეტაც შეიღება მზად ხართ, ნახოთ ეს სასწაული შედეგი.
ესეც ჩვენი ჯეტა და იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის, რადგან ცოტა ქარია დღეს. ჩემი აზრით 5-ში უნდა გაიყიდოს ეს მანქანა. თქვენი აზრით ღირს 5000 ეს მანქანა თუ არა? აბა დამიწერეთ კომენტარებში და თუ არ ღირს რამდენი უნდა გაიყიდოს, ეგეც დამიწერეთ. 2015 წლიანია და 2-დან 0 ძრავით. ეს იყო ჩვენი ჯეტა, ეხლა უკვე დავდებთ გასაყიდად. ახლა კი წავედით Subaru Forester-იც გამზადდა და იმასაც დაგათვალიერებინებთ. მე მგონი ისიც ნორმალური მანქანა გამოვიდა. ჯეტა საბოლოო შედეგიც ნახეთ და უკვე გაყიდვაც მოვასწარით. ამასობაში კი ჩვენი Subaru და Renegade-იც სრულიად გაკეთდა. ეს არის 2016-იანი Renegade 2 და 4 ძრავით და რა თქმა უნდა 4-ვე წამყვანი. ამ მანქანას დაზიანება ჰქონდა, ვიდეოში თქვენც კარგად ნახეთ. აკლდა კრილო, აკლდა წინა ბამპერი, აკლდა ფარი და ეს პლასმასები მოკლედ ვიყიდეთ ბამპერიც, ვიყიდეთ კრილოც, ვიყიდეთ პლასმასებიც და შევღებეთ. რატომღაც მეგონა რომ ეს ნაწილები მოყვებოდა, მაგრამ არ მოყვა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ნორმალურად გამოვიდა. ერთი ეხო გვაკლია კრილოს საფარი, იგივე პატკლინიკი და აი ეს კანტები გვაკლია, ხელოსანს გამოვაგზავნე დამშელს, მაგრამ სამწუხაროდ მარჯვენა მხარე ქონდა გამოგზავნილი და მანქანაში მიდევს. დღეს ესე ვიდექი. 1 საათი ამას ვაკეთებ, მეთქი. ბიჭო, რაჭის რატო არ მიდის ეს დედა? თურმე იქით მხარეა, ბიჭო. გაიგე შენ. ხო, შიგნიდან ქიმწვენდაც გავუკეთეთ, ძალიან სუფთა გამოვიდა და ტექნიკურად სრულიად გამართულია რა. ძრავი, კოლოფი, რავი, ყველაფერი კარგად მუშაობს. სტარტ სტოპი აქვს. უკანა ხედვის კამერა აქვს, 4-ვე წამყვანია. თავის ფასში აი, ვისაც ესეთი ბიუჯეტური ჯიპი ჭირდება, ჩემი აზრით ერთ-ერთი კარგი ვარიანტია. ნუ წვით არ გამოირჩევა 1, 12, 13, 14 ლიტრას, მაინც წავს, მაგრამ ნაწილები არც ისე ძვირია და თავის ფასში მოკლედ მშვენიერი მანქანაა რა. რაც შეეხება ჩვენს Foresters. ამ მანქანაზე, როგორც ნახეთ, ფარი იყო გატეხილი და შევცვალეთ, აყენია ტაივანის ფარი, მაგრამ სხვაობა, აი რა ვიცი, მე ვერაფერს ვატყობ, თქვენ ატყობთ რამე სხვაობას, მე მგონი არაფერი არ ეთყობა. ასევე შევცვალეთ კაპოტი და შეიღება წინა ბამპერი, კაპოტი და იქითა კარი. აი აქ ხა ვიცი თქვენ შეამცნევთ აი ეს ამას ზაზორი აქ უმეტყვით აიწია რა რაღაცა იმაზე გერმეტიკზე იჯდა და ზევით ამოიწია ამას დავსვავ და მოვაგვარებ. დანარჩენი ესეც მშვენიერი მანქანაა თავის ფასში. ძირითადად ამ მანქანაზე ყაზახები ნადირობენ ხოლმე და რაც დავდე უკვე 2 დღე აგენი მირეკავენ სალამ ალეიკუმ 4-4 თუ გაყიდი და აირევე კარგად ბრძანდებოდეთ. რეალურად ფინანსურად ორივე მანქანა ასე რომ ვთქვათ წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ იმაზე მეტი ხარჯი რასაც თuliდი არც ერთ მანქანას არ ქონია, ნუ ცოტა მეტი შეიძლება იმ Renegade-ს ქონდა, რადგან მაინც მეგონა რომ რაღაც ნაწილები მოყვებოდა და არ მოყვა, ამ მანქანაზე პირიქით მეგონა უფრო მეტი ხარჯი ექნებოდა და უფრო ნაკლები დამიჯდა, რადგან როგორც გახსოვთ შეუმოწმებელი იყო, არ ვიცოდი დაიქოქებოდა თუ არა და დაიქოქა. რაც ძალიან კარგია. ეს მანქანა Forester-ი დამიჯდა ფოთამდე $2200, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, თუ ვიდა დაგიწერთ კონკრეტულად რა დაჯდა გზა და ასე შემდეგ. და Renegade-ი დამიჯდა $2800. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ასე იაფად ამ მანქანებს და ზოგადად მანქანებს საქართველოსამდე ვეღარ ჩამოვიყვანთ, რადგან კანონი შეიცვალა და როგორც იცით 2020 წლამდე მანქანები ვეღარ ჩამოვა, მაგრამ არ ვიცი, ვეცდებით მაინც იაფად ჩამოვიყვანოთ აქამდე როგორმე მანქანები. ახლა ოღონდ არ უნდა იფიქროთ, რომ აუ ესე იაფად თუ აქამდე ჩამოყავთ მანქანები, მერე ესე ყიდიან და აქ $6-7,000 ყიდიან და ასე შემდეგ. აი მე ამ საქმეში ვარ უკვე ძალიან დიდი ხანია და აი მაგალითად ვიცი რაში სად უნდა დავზოგო, ვიცი სად რა იაფად უნდა გავაკეთო, ვიცი სად რა იაფად ნაწილი უნდა ავიღო, დამშელთან რომ დავრეკავ, უნდა დავრეკო 50 დამშელთან რომ უფრო ნაკლებად ვნახო ის ნაწილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აი ჩვეულებრივი მყიდველი პირველად ვისაც ჩამოყავს მანქანა რომ ჩამოიყვანს ამ მანქანას და გააკეთებს, დაუჯდება შეიძლება აი რაც მე დამიჯდება იმაზე შევა 2-ჯერ მეტი დაუჯდეს გაკეთება ან 3-ჯერ მეტიც კი რა. აი მაგას როდის მივხვდი უფრო იცით რემონტს რო ვაკეთებდი სახლის რა. აი ძალიან ბევრ რამეში მაგარი გაურკვეველი იყავი და ძალიან ბევრ რამეში დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტი რაღაც გადავიხადე, ვიდრე როცა გარკვეული ვიქნებოდი, მაშინ რო გადამეხადა რა. ამიტომაც მანქანის გაკეთების ამბავი არის გამოცდილება. იცი რომელ ხელოსანთან რა გააკეთო, იცი რა შენით გააკეთო, იცი რა შენით დაზოგო. ეს ყველაფერი არის დრო, ეს ყველაფერი არის შენი გამოცდილება. ამიტომ
იმ თანხის გადახდაც ნუ გენანებათ, რასაც საქართველოში აქ იხდიან. იმიტომ რომ ჯერ მანქანას ელოდები ამდენი ხანი. მერე შენი თანხა გაქვს ჩადებული. მერე ხელოსნებთან დარბი ხარ და წარმოიდგინე დღის განმავლობაში ამ საცობში და ესეთ მოძრაობაში ხან ვარკეთილში რო გიწევს გასვლა, მერე ხან ლილოში გიწევს დამშელთან გასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ამიტომ ნუ გონიათ ეგ ამბავი ადვილი და ნუ გონიათ წავალ მე თვითონ ჩამოვიყვან და მე გავაკეთებ ზმაო შენ რატომ მოგწე 1000 და 1500 დოლარით მეტი. აი დამიჯერეთ დროის ამბავი ვისაც ესმის, იმ 1500 დოლარით მეტსაც გადაიხდის, იმ 2000 დოლარით მეტსაც გადაიხდის და პლუს წავა და ადგილზე თვითონ შეამოწევს მანქანას და ესე ცოცხლად ნახავს რაში იხდის თანხას რეალურად და რაში არ იხდის. ვინც ეგრე იფიქრა და მაინც ჩამოიყვანა მანქანა საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დაუჯდა ვიდრე აქ იყიდი და გამზადებულ მანქანას, უფრო მეტი დრო დახარჯა, უფრო რა ვიცი, ცუდად ააწყო მანქანა ვიდრე იმისგან იყიდი და მანქანას ვინც გარკვეულია მანქანის აწყობაში და ზოგადად აი მე ენაში როგორ უნდა ელაპარაკოს ხელოსნებს, დამშრალებს და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში უფრო წაგებული აღმოჩნდა ერთი სიტყვით რომ ვთქვათ რა, ამიტომ უნდა გაერკვიოთ ამ ამბავში და ისე აკეთოთ ერთი და ორი მანქანის ჩამოყვანას ამ საქმისთვის აზრი არ აქვს რა. მოკლედ ეგრე არის ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ ვინც მანქანების ყიდვა გაყიდვით ხართ დაკავებული, ყველა დამეთანხმებით რა. ახლა რაც შეეხება ამ მანქანებს, როგორც გითხარით, ეს მანქანა დამიჯდა ფოთამდე 2200 დოლარი, ეს მანქანა დამიჯდა ფოთამდე 2800 დოლარი. ვინც გამოიცნობს კომენტარებში რა დამიჯდა მთლიანობაში ეს მანქანა გაკეთებული და რა დამიჯდა მთლიანობაში ეს მანქანა გაკეთებული, ამ მანქანიდან 100 დოლარი საჩუქრად და ამ მანქანიდან 100 დოლარი საჩუქრად. ოღონდ რა თქმა უნდა ჩემი არხი გამოწერილი უნდა გქონდეთ და ერთ კომენტარებში უნდა გქონდეთ ორივეს ფასი გამოცნობილი. ვინც პირველად გამოიცნობს ამ ორივე მანქანის საბოლოო თანხას, რაც დამიჯდა 100 დოლარი ამ მანქანიდან შემდეგ ვიდეომდე რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, ერთი კომენტარი უნდა დაწეროთ მხოლოდ, ბევრი კომენტარი არ მიიღება და ერთ კომენტარში უნდა ჩატიოთ ორივე მანქანის ფასი. დაწერეთ, არ ვიცი, ეს მანქანა დაგიჯდა 7000 დოლარი, ეს მანქანა დაგიჯდა 9000 დოლარი მაგალითისთვის. ვინც გამოიცნობს საჩუქარი ჩემგან. ოღონდ შემდეგ ვიდეომდე მხოლოდ, შემდეგ ვიდეოს მერე სხვა საჩუქრები იქნება. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ვიდეო უკვე სრულდება და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დააყენეთ ზარზღილა კი რომ არ გამოგრჩეთ ჩემი შემდეგი ვიდეოები. მანამდე კი დამიწერეთ კომენტარებში, აბა რას ფიქრობთ, მსგავსი ტიპის კონტენტზე მოგწონთ თუ არა. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რადგან მეც мотиваცია მომეცემა და თქვენც უკეთეს და უკეთესი ვიდეო გექნებათ საყურებლად. ახლა კი დაგემშვიდობებით, მადლობა რომ ჩემთან იყავით და აბა შემდეგ ვიდეომდე.